აპუნა ჩხეიძე საქველმოქმედო აუქციონის ყველაზე პატარა მონაწილეა. ისელ სკოლის მოსწავლე უნდა გახდეს და შესაბამისად აუქციონზე მისი შენაძენით სიმბოლურია. საწერკალამი და რვეული მან დედის დახმარებით შეიძინა. შევიძინეთ ბლოკნოტი მე მიყვარს საჩხერე ავტოკალამი აკაკია 75 ბავშვს ძალიან უხარია უნდა და ძალიან მონაწილეობის მიღება იმიტომ რომ იცის რომ ეს არის საქველმოქმედო აუქციონი და აქედან შემოსული თანხა მოხმარდება ადამიანებს ვისაც სჭირდება ჩვენი თანადგომა ეხა ამ შემთხვევაში კონკრეტულად 13 ივნისის ტრაგედიით დაზარალებულებს მოხმარდება და ძალიან გვიხარია რომ ესეთი ღონისძიებები ეწყობა საქველმოქმედო აუქციონი 13 ივნისს თბილისში დატრიალებული სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებისათვის გაიმართა. აუქციონის დაწყებამდე საჩხერის კინოს სახლში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას. ამის შემდეგ აუქციონი გახსნილად გამოცხადდა. პირველი ნივთი 20 ლარად გაიყიდა. ეს საჩხერის საპატიო მოქალაქის მხატვარ ელგუჯა ჯოხაძის ფუნჯები იყო. ეს არის ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, რომელიც ჯერ გაყიდვაში არ არის გამოცემული და ბატონი ელდარის ავტოგრაფით ჩვენ სწორედ ამ აუქციონისთვის გადმოგვეცა ეს მნიშვნელოვანი ნივთი. ასევე ძალიან ბევრია იმ კერძო ოჯახიდან მოტანილი, ეს არის საკმაოდ ძველებური ვერცხლის სამკაული, რომელიც ქალბატონმა გულოჩიკოვანმა გვისახსოვრა ბატონი ოთარომიაძის საათი, რომელიც საკმაოდ ფასეულია ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სპორტსმენების ეს არის ლაშა ტალახაძის მაისური რომელსაც გაიარა ოლიმპიურ პარადზე მისი ხელმოწერით არის ბატონი გიორგი ასანიძის მაისური ასევე ბატონი კახი კახიაშვილისგან ეს არის საკმაოდ ფასეული ნივთი რომელიც არის ბრინჯაო მოოქროებული ოლიმპიადის სიმბოლო არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონობის და საკმაოდ ფასეული ნივთია მან თავისი კოლექციიდან ასე ვთქვათ მუზეუმიდან ჩვენ გადმოგცა ასევე ბატონი გიორგი ასანიძის კლაიპედის ჩემპიონატზე მიღებული ეს მედალიონი ბატონი ალხაზ ბაზაცისგან მისი პირადი საათი საკმაოდ ფასეული საათი ასევე მან გაიმეტა ჩვენი აუქციონისთვის და მინდა გამოვყო განსაკუთრებით ჩვენი კიდევ ასევე გურამ კაშიას მაისური რომელიც არის საქართველოს ნაკრების წევრი და ასევე ვიტესის კაპიტანია ჰოლანდიის გუნდის ვიტესის კაპიტანი ჩვენი საჩხერის კაპიტანის ოდიკაძის დავით ოდიკაძის მაისურია და რა ვიცი ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი გვაქვს ფასები 1 ლარიდან მაქსიმალური ფასი რაც გვაქვს ეს არის 100 ლარი და მეტი მაღალი ფასი არ აქვს ამ ეტაპისთვის არაფერს თიხის სასმისები, ღვინოები, საათები, წიგნები, სამკაულები, წარმატებული სპორტსმენების ფორმები ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სხვადასხვა სამსახურებთან და საჩხერის მოსახლეობის ნაწილმა საქველმოქმედო აუქციონს შესწირეს. მე პირადად აუქციონს შემოვწირე პირადი საათი, მაჯის საათი, რომელიც 50 ლარად გაიყიდა, ასევე მეც შევუერთდი ამ ღონისძიებას და ორი ნივთი მეც შევიძინე. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ამ საქველმოქმედო აქციის მოწყობისთვის. მუნიციპალიტეტის გამგეობა მიესალმება მსგავს აქციებს და ჩვენ ყოველთვის მხარდამჭერი ვიქნებით ასეთი ტიპის აქციების. დიდი მადლობა მინდა თითოეულ საჩხერეს, თითოეულ მონაწილეს გადავუხადო ასეთი საქველმოქმედო საღამოს მოწყობაში და მონაწილეობის მიღებაში. მე პირადად შევიძინე პავლო იაშვილის ფოტო, პირადად გახლავთ არგვეთიდან და ეს ჩვენი დიდი პატივია ჩვენთვის არგვეთლებისთვის, მთლიანად საქართველოსთვის და სიმბოლურად ჩემი 50 ლარიანი შეწირულებით შევიძინა ჩვენი არგვეთელი დიდი ქართველის ფოტო. საქველმოქმედო აუქციონის ორგანიზატორი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახური იყო. თანაორგანიზატორი შეპესე საჩხერის კინოსახლი. აუქციონის მხარდამჭერი კი საჩხერის მუნიციპალიტეტი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა აქ მომსვლელს, შემომწირველებს და ასევე ვინც ამ ნივთებს შეიძენს და ეს თანხა მთლიანად გადაერიცხება იმ ფონდს. საქველმოქმედო აუქციონზე შეგროვებული თანხა 13 ივნისს თბილისში დატრიალებული სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაერიცხება.